ამ ვიდეოში ვისაუბრებ სიტყვა წითელის ეტიმოლოგიაზე. სიტყვა წითელი მომდინარეობს წინარე ქართველური სიტყვა წითდან ან წიდან. საიდანაც წარმოიშვა ქართული სიტყვა წითელი და ზანური ჭითა, რომელიც დღეს გვხვდება მეგრულში და ლაზურში. აგრეთვე ლაზები ხმარობენ სიტყვა მჭითასაც. რაც შეეხება სვანურ ენას, მაქსიმე ქალდანის სვანური ლექსიკონის თანახმად, სვანურა წითელი ითარგმნება როგორც წირნი. შესაბამისად, წინარე ქართულ ენაზე უნდა ყოფილიყო ფუძე წი. ამის შესახებ თავის წიგნში წერდა გერმანელი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი ჰაინც ფერნიხი, რომელმაც აღწერა სიტყვა წითელი წარმომავლობა ქართველურ ენებში, ქართულში, მეგრულში, ლაზურში და სვანურში. მისი მოსაზრებით, წინარე ქართველურ ენაზე წითელი ჟღერდა როგორც წი, საიდანაც წარმოიშვა უკვე წირნი, წით, ქართო-ზანური ფუძე, ხოლო წითთან კი წარმოიშვა უკვე წითელი და ჭითა ზანურში. იგივე აზრის იყო აგრეთვე ქართველი ენათმეცნიერი ზურაბ სარჯველაძე, რომელმაც ქართველურ ენათა ეტიმოლოგიურ ლექსიკონში აღწერა სიტყვა წითელის ეტიმოლოგია. იგი ამბობდა, რომ ეს სიტყვა მომდინარეობდა ფუძე წით ან წიდან. ფუძე წით, ენათმეცნიერების აზრით, ქართო-ზანური უნდა იყოს. ქართო-ზანური ენები კი ჩამოყალიბდა ჭოროხისა და მტკვრის აუზებში. იგივე აზრის იყო გეორგი კლიმოვი, რომელმაც აგრეთვე სიტყვა წითელი დაუკავშირა წინარე ქართველურ სიტყვა წი ან წითს. შესაბამისად, ყველა ქართველოლოგი ენათმეცნიერის აზრი ერთმანეთს ემთხვევა ამ საკითხთან დაკავშირებით.